აქ ვინმეს მოსალოცად ხომ არ აქვს საქმე შემთხვევით. როგორც იქნა ახდა ჩემი ნატურა, უამრავი ადამიანის შრომა, განსაკუთრებით ანას შრომა, რომელიც გადააკავდა ჩემ მონეტიზაციის მოუგვარებელ პრობლემებს და გუშინ ჩამერიცხა ჩემი კუთვნილი თანხა $40 ნაკლები, ოღონდ, იმიტომ რომ გადმორიცხვის დროს რომ იკეთებდნენ და ხანასებს დიდით ხანისე დაიკარგა ის $40, თუმცა დანარჩენი გადმომერიცხა. ვარ უზომოდ ბედნიერი, უზომოდ კმაყოფილი ვარ იმით, რომ გადმომერიცხა. თორე რეალურად რა თქმა უნდა ჩემი შრომის საფასური ეს ნამდვილად არ არის და ბევრად მეც იმსახურებს დოდონას ბლოგი, რასაც მე იქ ვშრომობ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს საკითხიც ნელ-ნელა დაალაგდება და მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც გადმომერიცხა და რაც ნამდვილად ჩემია და ნამდვილად ჩემი ნაშრომია. უსაზღროდ მადლობელი ვარ, უსაზღროდ ბედნიერი ვარ, ამ დღეებში YouTube-ით ჩამერიცხა, Facebook-ით ჩამერიცხა და ხელფასით ჩამერიცხება, ასე რომ მილიონერი არ ვიცი საწამიღო. ხუმრობა იქით იყოს და უსაზღროდ კმაყოფილი ვარ იმით, რომ როგორც იქნა გაკეთდა ხალხო. ვკიოდი გუშინ, ახლა ვერ გამოვხატავ სამსახურში ვარ და ვერ ვიკიოლებ აქ ხმარდა მიხობ თავზე ყველაფერს, მაგრამ შინაგანად ისეთი დაწყნარებული ვარ, რომ ეს საკითხი მოგვარდა, ისეთი დამშვიდებული ვარ. და ბოლო რაც ჩამერიცხა ამ ყველაფრისგან, ზოგი მიდის ბანკში, ზოგი მიდის აქსესუარების რაღაცეებში, ზოგი მიდის, რა ვიცი, სულელეებში, რასაც ჩვენ სულელეებს ვეძახით ყოველდღიურ რაღაცებს. ნახეთ რამდენად გავყავი. ართა ძალიან ბევრი კი არ არის, მაგრამ გავყავი. რა თქმა უნდა, დასამალი არაფერი არ არის, თითქმის $500 ჩამერიცხა, თითქმის. ნუ $40 რო გადავახვდავთ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი გავმივიდო და ბევრად, მაგრამ არა უშავს. რას ვიზავთ? ხდება ხოლმე, მე როგორც ყოველთვის მარტივად არაფერი გამომდის ცხოვრებაში და ეს ბევრჯერ მithქვამს და თუ არ ვიწვალე, თუ არ ვიხოხე, არ გამოდის ხოლმე და ვიხოხე ბატონო, აგერ და $40 ხოხოში დავხარჯეთ. და ნერვები, მაგრამ ის რომ ესეც არ დავკარგე და მომივიდა, ანუ ძალიან ბედნიერი ვარ ამით და შეგიძლიათ მომილოცოთ, მოკლედ გახარებული ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან კარგი დღე გამithენდა. უბრალოდ გუშინ რომ მივედი სახლში წამოვწექი და როგორ ჩამეძინა, იცით, არ გღვიძავს, არ გძინავს და ცოტა რომ გამოვცოცხლდი, რაღაცა მესიჯი მომივიდა. მეთქი რა მესიჯია? და უცებ ხო ისაო ცრება ბლოგიდან. გადმორიცხული თანხა დამიჯდა ანგარიშს და მე დავაკონვერტირე და გამოვიდა $500-მდე. ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან. წავედი საქმეს. ჩემი YouTube-ის ხელფასი წავა ექიმებში. ამ ბოლო პერიოდში ძირითადად ჩვენი ნაშრომი მიდის ექიმებში. სოცხა გეგმები მქონდა. რას ვიზავთ? ვერავის დავაბრუნებ საკუთარ თავის კართან. ავიდეთ დავხარ. სამწუხაროდ Facebook-ის ნახულობა დაიკლო. აბსოლუტურად ყველა წერს რომ რა ხდება ხალხო. ხდება ის რომ მონეტიზაცია ჩართული და გიზღუდავს აუდიტორიას რომ მე ბევრი არ გამოიმუშაო. მარტივი ამბავია. ხო და ხალხი გისგავს ჩემი თავი. თირკმოში ყველაფერი გზია, აბსოლუტურად არაფერი არ იკვეთება. შარდის ბუშკი არის სუსტი. ახლა მივდივარ, უნდა ვიყიდე სპეციალური კონტეინერი, რითიც ჩავაბარებ. ის არ მიიღეს, რითიც მე მოვიტანე, ამიტომ სხვა კონტეინერი უნდა ვიყიდო. ხო და ამოვისუნთქე თირკმელიც სუფთაა, მოკლედ ყველა ორგანო მაქვს გაშუქებული. რაც არ მაქვს ეგეც. ხო და სავარაუდოდ ამ ინფექცია მაქვს.
ქრონიკული ცისტიტი იქნებაო აქ. ივან მითხრა რა ქვია. უსაყვარლესი ორი ქალბატონი და თირკმაზე ვინც გადამიღო. აი უსაყვარლესები და იმათ მითხრეს რომ არწმუნებული ვარ რომ ქრონიკული ცისტიტია და მათ სხვა არაფერი არ იქნებაო. შიპერამის ბაქტერია. ხოდა ახლა მოვედით კარფურთან, ოღონდ პატარა კარფური როა ნახა ლოკაში, იქით არა. და უცებ ვიყიდოთ ჩვენ კუნტკი. აქვე გახლავთ მოზაიკა და ჩაყოლებაზე ყველაფერი. მოზაიკა ჩემი საყვარელი მაღაზია. უბრალოდ იქიდან გადმოიტანეს მაქსლიდან სამწუხაროდ. ესპე შევიდეთ. გოგოებო თუ თმის დაფიქსირება გინდათ სასწაული პროდუქტით. ეს არის კრემი, რომელიც ადრე სალონში წამისვეს და ანუ ძალიან კარგად აყენებს თმას და აი ძალიან მომეწონა, მოკლედ ზოგადად ღირს 24 ლარამდე, მაგრამ ახლა ავერსავს ფასდაკლება და ღირს 13 ლარი. ასევე იყო მუსით და კიდე რაღაცების, უბრალოდ მე მხოლოდ ახლა კრემი ვიყიდე და გაჩვენებთ რომელი. ანუ PSP-ში მოქვს ძალიან ბევრი ქულები და ვიფიქრე შევა ავერშიც მქონდეს ხო ძალიან ხშირი სამწუხაროდ ხშირი მომხმარებელი ვარ ხანდრე წამლების და იმისა. ხო და თუ მაქვს მეთქი რამე მოგროვებული, მოკლედ რამეში გამოვიყენებთ ხო რა. რამდენი მაქვს? თქვენი აზრით რამდენი მექნებოდა? აი უბრალოდ მაინტერესებს. სანამ ახლა გეტყვით მე რამდენი მაქვს, თქვენ დამიწერეთ რამდენი მექნებოდა. დავითვლი 1 2 3 12 თეთრი. ანუ ხო აი ამერამეს ვყიდულობ და 12 თეთრიო. კიდევ დავეცი კარებში. იმდენი ვიცინე ოღონდ ისტერიული სისელი მქონდა 12 თეთრი. 12 თეთრმა მომცევა. ეს საკმაოდ სუსტად ვარაფიხები. კიო და ძალა მეკარგება. აი ძალით რო იცინი და თავს იმხნევებ ზუსტად ეგრეო. წავედით. გამოვედი კლინიკიდან ყველაფერი აუბარემ. საშინელი ფეხების ის მაგოგოებო ტკივილი. ხო, კარგ ამბავზე გადავიდეთ, დილიდან გეწუწუნებით. დღეს უნდა გავუგზავნო ჩემ უსაყვარლეს ციკოფასაცია, ჩემი სამკაულები, ორი საყურე. რუსთავი ოფში, რადგან მე კურიერი არ მყავს, გავუგზავნო ტაქსით. სხვა გზა აი. ხო და ერთ-ერთი არის ის მოდელი, რომელიც მე ძალიან მომწონს და ამ მოდელზე მეტი დრო დავხარჯე. როგორი იქნებოდა, რანაირი იქნებოდა, ასეთ იქნებოდა, ისეთ იქნებოდა. და ძალიან მომწონს. ხო და უკეთ ორს ვგზავნი. არის სხვადასხვანაირი. დღეს გვიან გავგზავნი. აი ვნახოთ რა როგორ იქნება. ისე მინდა რომ ადგილზე მიტანით, ანუ კარიდან კარში რო არის ეგრე მინდა. რომ ან გადაღებაზე იყოს რაღაც თვითონ ვერ დახვდება რა თქმა უნდა და მეხებში რომ დატოვო ეგრე. ხარია სამწუხაროდ დღესაც სამსახურში როგორც ხედავთ არ ვარ
არ ვიცი რატომ. ვიცი რატომაც შემომიტია ყველაფერმა. მაგრამ ჩემზე ხომ ბევრად მეტი ადამიანის არსებობენ წონით და სულაც არ აქვს ეს პრობლემა და მე რა მჭირს. რომ მივედი და კამერაში ვნახე, ხო ისეთი არ მომხდარი. ცემა. და ხო, საჭიროა. Hi, კიდევ ერთხელ მოგესალმებათ თქვენი უტკუნამზის ხივი. ეს ის ადგილია, რომელიც აღმოვაჩინე. ხო და მოდი დავრეცხოთ ჭურჭელი, სანამ თმა შევიღებავ და სამსახურისათვის მომემზადები. თმა უნდა შევიღებო. მოკლეა და შესაბამისად ბევრად მალე შეიღებება და იმედი მაქვს რომ მოგწონთ ჩემზე. მოკლედ, ვიცი ვინც ნახა მოეწონა ყოველ შემთხვევაში. ძალიან ისე ვარ ხახაში ვარ შემომხტარი თქვენთან, მაგრამ სხვაგან ვერ სადვებდო ტელეფონს. ხვალ პასუხები რომ მომივა. მე ეგრევე ვიყიდოთ როგორც ყოველთვის ყველა ხელფასზე წავლები იმის რა ქვია საშარგენილების თუ რავი რაც იქნება როგორც მითხარეს ოღონდ კარგად ვიგრძნო თავი არაფერს დავეძებ საერთოდ ხვალიდან ასევე წინასწარ არ მინდა რა თქმა, მაგრამ ხვალიდან ვიწყებ შეზღუდვას ტკბილეული და ბევრი რამის, მოკლედ მით უფრო მარილიანი ძალიან ხარე მჟავე. ნუ რა თქმა უნდა, ხა ცოტას მივირთმევ მჟავესაც, მაგრამ ამდენს რასაც ახლა მივირთმევ და პლუს როზეთ მარილს ვაყოლებ, ნუ რა თქმა უნდა, ასე უკვე აღარ იქნება. რაღაცნაირად აღარ უნდა ამოვარდე, ასე ვთქვათ, მიდან და უნდა დავუბრუნდე იმ ყველაფერს, რაშიც ვიყავი. მოგითხრათ ახლა რომ გამხნევება არ მინდა მოგატყუებთ. რაღაცნაირად პატარა ბავშვივით თითქოს ის მჭირდება, რომ აი ყველაფერი გამოგივა თუ რაღაცა. ჩემ თავს ყოველ შემთხვევაში ამას ვეუბნები დღეს მთელი დღე. ვიღაცისთვის სასაცილოა ალბათ ახლა ეს ყველაფერი, რომ ამ ხელა გოგო ხარ და რაც გინდა იქ და შენი თავისი შენ თვითონ იყავი თუ რაღაც. მაგრამ ადამიანებს ხდება ხოლმე რაღაცნაირად გვერდში დგომები. სიტყვიერად, რა თქმა უნდა. რა, სიყვარულოზე? კაი სიყვარული. ისედაც ორი დღე რომ სამსახურში არ ვიყავი, ძალიან ისე ვარ განვიცდი ხოლმე, იმიტომ მოკლედ ძალიან მენერვიულება ხოლმე ეგ ამბები. მაგრამ რა ვიცი, ხანდახან ჩემზეც არ არის დამოკიდებული ჩემი თავის იმასლე რომ გითხრათ და ისე ვარ. ხანდახან არც რაფერი აღარ მინდა. ერთი კი ვიფიქრებ საღებავი იმას ქნათქო. ზუსტად აქ შევიდებოდ ხო სალონში 20 ლარი მითხა შეღებოა. იქ დაბანა ყოფეთი უზაუზლად დამიჯდებოდა საღებავის გარდა. არის საღებავი არ მქონდა ნაყიდი და ცოტა არ იყოს დამეზარა მე ამ საღებავების სიძვილი. იმიტომ რომ ისედაც კარგად ვერ გრძნობ თავს და ძალას ვატან ყველაფერს და მაგის თავი მართლა აღარ მქონდა მაგაზე მერგინა რა.
გუშინ დამონტაჟებული ვიდეოს აწვეთვაც კი დავიწყებია YouTube-ზე, ანუ რაზე ვლაპარაკობთ. წარმოიდგინეთ. მაგრამ ვისყოლობთ ყველაფერი კარგად იქნება, რა თქმა უნდა. ისეთი არც არაფერი არ არის, უბრალოდ ამდენიც ძალიან გვაწუხებს ადამიანებს. იმისათვის რომ სამსახურში ვერ ვიაროთ. ჭურჭელი დარეცხილია, გადავიდეთ თმის შეღებაზე. მომამზადეთ თმის შესაღებად, რომ გამეხსნა საღებავი და ეს აუცილებლად საღებავი აღარ მქონია. მე რომელსაც მარაგი სულ მაქვს. შესაბამისად ხვალ ასე მაიმუნივით უნდა წარვსდგენ და ასე გადათეთრებული თავით. ამისათვის ჩვენ გვაქვს ეს არაჩვეულებრივი პროდუქტი. რომელსაც ახლა თქვენ ერთად დავტესტავ, მაინც უნდა ვიბანაო, ამიტომ თქვენ ერთად დავტესტავ, მოკლედ ამ ამბავს. ჯერ აქ წავისვე ერთი რომ ვხედავდე საერთოდ რას ვაკეთებ. რომ ეს თეთრები, რა თქმა უნდა დავფაროთ და არ უნდა გქონდეს გადათეთრებული თავპირი. ასე. ასე. ყველა წერტილში რა თქმა უნდა წასმას არ ვაპირებ, უბრალოდ იმ ზონაზე ვისვამ მხოლოდ სადაც ძალიან თეთრი იყო და როგორც ხედავთ, აი მინდა რომ კარგად დაგანახოთ ამ პროდუქტის სიკარგე. ნახეთ, აი აქ ვისაც გახსოვთ წეღა როგორი თეთრი მქონდა. ვიცი ალბათ თქვენც ხვდებით რომ ძალიან კარგი პროდუქტია, იმიტომ რომ ისი თეთრი აღარ მაქვს ისეთი. აი ასე. ხვალ დავიტან ამას. დღეს მაქვს აი ეს რომელიც მე შევიცინე და იდეაში უკეთესია რომ ხვალ დავისველოთ მა და მე ეს გავიკეთო. თუ ხვალ ვიბანაო დილით. მაგრამ ჩემს გაციებას კიდე ეგონდა ხალხო. სულზეს უნდა დაიტანო, შეიძლება რომ ესეთი ფორმა მიიღო თმის. ამიტომ ალბათ დღეს ვისავ და ხვალ ნახოთ, ხვალ თუ გავუხოცე და არ მობეწონა სასტიკად ვარცხლობა დილით ვიბანავებ. ნახოთ დავტეს. სამსახურში ხომ არ წავიდეთ. რადგან დღეს მამიკომ წაიყვანა ცოტა ადრე ჩემი მარიამი. ამიტომ ეს ubavshot მივდივარ სახლში. თიაც არ ამყავს, იმიტომ რომ დღეს აბადების დღეა, ამიტომ ცოტა ადრე გავიდა. ამიტომ მე მიწეს მარტო წაბუდიალება არ როგორ მეზიზღება ნეტაი ცოტათი. ძალიან. წავიდეთ სახლში. მივათრიოთ დაღლილი სხეულები. სასწაული ამენდი იყო და არ დაგიმალოთ ძალიან მსხელა. ანუ რატო ჩავიცვი? და რატო გადავიფუჩნი არ ვიცი. რაც ზუსტად ვიცი ეს არის რომ მინდა ყავა. ჩემი ანალიზები მოვიდა მეილზე, კი არა და მესიჯზე, ტელეფონზე. ხო და არ ვიცი ვისაც ვანახე ხა მექინა მინახავს და ეს ერკვევა რაღაცებში. მითხრას რომ ისეთი არაფერი არ არის. ხო და მაჩვენს კომპეტენტურ ადამიანებსაც მოკლედ ვერ მანახა და დიდი ალბათობით მხოლოდ და მხოლოდ ანთებითი პროცესია და არაფერი ისეთი რამე ანუ არ არის. ჩემს ძვირფას ჩაჯიბიცას ვკითხე. ხო და მითხრა რომ რამე ხომ არ გაქო გადატანილიო ახლა მომავალში, აი ახლა წარსულშიო რამეზე ხო რა მტყოფავდით და კი მეთქი მევთხარი. ხო და რომელი ერთი მეთქვა არ ვიცოდი და ფილტვების ანთება მევთხარი. ხო და მოკლედ ზოგადად ყველაფერმა ერთად პლუს გაციება მძიმისაწევა და პლუს თუ რამე გადატანილი გაქვს ახლა წარსულში ვირუსული ყველაფერმა ერთად აი მოქმედა იმ ხრივ რომ სავარაუდოდ ხოლო ცისტიტი ამას გავარკვევ და ძალიან კარგი ხალხური რაღაცების მითხრეს. ხო და მოკლედ დღეს გავარკვევ და
აი და შეუპირეს აპრილს თუ არ შეიცვალა რამე ჩემი დეიდაშვილი აპირებს გრანდიოზულ წვეულების მოწყობას ახალციხეში საიუბილეო თარიღი აქვს და მოკლედ თან დაბადების დღე აქვს ჩემს სიძეს და ხო და იქამდე წონაში უნდა დავიკლოთ იმიტომ რომ არაკომფორტულად ვარ და სადაც არაკომფორტულად ვარ იქ ვერთობი და არც განწყობა მაქვს შესაბამისად აპრილამდე რამე უნდა ვქნათ ამერეთ მომაჭრევინა ეს რაღაცები გადამაგდებინა არ შეიძლება ხო აი ესე მარტივად რო ვქნათ ვაიმე როგორ დამცხა ხალხო ღვარჩი გადამდის ვაიმე ყავა მინდა ახლა რა მინდა ვფიქრობდი ხო და ყავის გარდა არაფერი არ მინდა აქ ვყიდე მარიკოს პუანტები ლევდენსში ძალიან კარგი მაღაზია და საოცარი რაღაცები იყიდება ყველაფერი მინდოდა მეყიდე და სახში წამომეღო ოღონდ რა თქმა უნდა არც ერთი ჩამეტეოდა მაგრამ სასწაულად ლამაზი რაღაცებია ზოგადად მე ვგირდები სასინო კოსტიუმებზე არ აქვს მშობლი სარკია ისეთი არ ვჩალვარ ეს კი თიასათვის საჩუქარი წავუღოთ სამსახურში და მივულოცოთ დაბადების დღე რომელიც ქონდა გუშინ რადგან მე მქონდა ის დღეები საკმაოდ ისეთი რაღაცნაირი მეგონა რომ გუშინ იყო 24 ხო და ნუ მოკლედ ჩემს შემკვეთს უნდა გადავცე საყურე დღეს უნდა მივწერო რომ თვის ბოლოსთვის უნდა ხო და სად ვნახო კოლამისთვის ბოლო მოვიდა მზად მაქვს უკვე რამდენი ხანია და დღეს უნდა მივწერო მე ან ჩემი ქმარი ან არ ვიცი ვინც მოიცავს უნდა მიაწოდოს მოკლედ ეხლა მე ვარ სამსახურში და ინტერნეტს ჩავრთავ უეჭველი უნდა მივწერო რა შორს რო იყოს არ რაღაცა მე ვერ მოესწრება და წეროთ აი ხალხო მოვიდა თქვენი დილის ეიფორია გამართლება დილის პარიზი რა ვიცი ყველაფერი კარგი ღვთისწყალობა ამინ თმა შევიჭერი ხალხო როგორ მიხდება ხო მიხდება ხალხო ბაინუსახوارკა ის არის პრიჩოტა ვიკი დილი თავდექი გძიტან შხაპი მივცხი და დავაი ფენი ვაფხულე ახლა მედია კალამაგის ფულს არ გამომართმევს და გადასახადი ბევრი არ მომივაწურებ ვაფშე გადავაგდებ ფენს ყურას ყურილად მინდა მაგრამ მინდა უნდა დავიყენო პრიჩო ის არის რა ქვია ხალხო რა მაინტერესებს ის არ არის ხინკლის სასახლე რო იყო ადრე ყველა რომ დავჯეროდით რუსთავიზე რო იყო არის კიდევ მინდა რომ წავიდე და ის რა ნოსტალგია მომაწვა რა და შეუკვეთა რომ 5 ხინკას დავჯდები ვიქეიფებ ხო და ისანი არის კიდევ მინდა რაღაცა დავიდე ცოტა ვიწირო ნოსტალგია მომაწვა ნოსტალგია და ასიკიდან მინდა ხინკალი ვაფშე მთან შევჭამ და გადავიხდი ხო ცხადია თუ არ შევჭამ რა უნდა გადავიხადო ხო და არის კიდევ რა არის ხინკალი ხო არის ერთი ცალი 500 რამდენი უნდა მაგას მე გავუვიან გარჩევ ერთი რაღაც თქვენე გამითხარით ხო და ის არის მინდა ხალხო რა წავიდი მინდა რომ ცოტა დრო ვატარო რაღაცა მივდგე ხო მაგარი მეტი ჩარავარ ბაი ჰაი ხალხო ჰაი უფლისწყალობა თქვენცა და მეცა სადაც თქვენა იქაც მე ხო ცხადია აბა ანაში ვიყავი ჩემი ორი ლამაზი ფეხით შესული დავინახე წყალი ცოტა მოდიოდა ვიფიქრე ხო არ წყდება ნეტავ დავინახე რაღაცა მანქანა მოხოხიალებდა რო თხრია ხოლმე და კანეთ წყალი ეგ მანქანა ვინ მომასწრებდა
შევედი დავისხი შამპუნი ავქაფთი ხო და ვატყობ რომ უკვე წყალი კანეც მე მგონებ რომ არ მეყოფოდა ელვისის ტრაფი დავიბანე ხალხო აი ეს მაჯები დამეღალა ისე ჩქარა ვიბანავე რა იყოთ ხალხო კვირაში სამჯერ რას თხრით განაგებინეთ აბანოში ვერ შევსულარ თუ შევედი ხო სიო ვიბარაგე ბუტლებს რომ მე ზედაისხა რას თხრით ამისთანაც რომ ვერ ამოთხარით კვირაში სამჯერ ამ კვირაში მეოთხეთ იყო არ ვიცი რა უკვე ისე დღეშივა ლამცარი კალასთან გადავრეკო და ქვაქვაზე არ დავტოვო ხო ახლა სწორად დაგავიგეთ ხო კალასთან თუ გადავრეკი არ იქნება კარგად საქმე ხო გაგიხდება კაცი რომ რას ქვია ქუდოდი ვერი ბანავა ხო მიკავებ თავს როდემდე ხო და არ ვიცი რა მილია გამსკდარი ვიღაცასა იქა სადღაცა მილი გახედქვია მერე მაღლა გახედქვია მერე დაბლა გახედქვია და ყველა მხრიდან საიდანაც უნდა გასკდეს წყდება ჩვენ ქუჩაზე წყალი მე გიცი არაფერი მინახავს სოფელში რო დავდივარ ბებუსთან ჩემი ბებო როა ხო იცით ხარ ხო იმას გავარ ასეთი ლამაზი არ წყდება წყალი თუ მოდის თუ წყდება ყველასთან წყდება ახლა უკაცრავად ხო სადაც ხორობს ხო იცით ისა სიმაღლეზე მიჩიმამდი არ გადის ვერ დავიბარე ხალხო ნორმალურად ერთი კვირა თავიდან ვიწყებ დაბანა და ფეხებამდე ვერ ჩავედი წყდება მე გითი არაფერი არ ვიცი ძალიან აგევედრებით რა რო დამიჯდებით სოკოებივით და გეგმები გაქვს წლის ჩამოწერილი ხო ჩასვით რა ეს პრობლემა ჩიკა იმამიდაშვილო ვერ აგვარდება ვერსეთი პრობლემა მაგრამ გულსა გაუხარდება რომ ვცდილობთ არ ვიცი არც მიდავთქვა მაგრამ ერთხელა გამოვარდები და დავდგები პლაკატებით და მე ვნახოთ რა მოხდება გადავკეტავ გზას ბაი და ნახველა არ ვიცი რა უნდა რა ეს გადამეკიდა ის ორი დღეა ვერ გავიგე ახლა ამას წინებზე გავეშუქე გაგიშდა ეკი მე ისეთი ლამაზი ნახველა ნახე არა ყვაი დგას და დაღველაო ხო ახლა ჩემს ავიდით გავარ და გაგიშდა ეკი მაგ იმასა მერე ხო გადავუღე სურათი და მთელ კლინიკაში დაქონდა რომ მალადე ქუდოდიონ არიატულო ნახველაც რო ტრენდული ქონიაო ახალი აბა ხალხო ისა ხო არიცი წერეთელზე რა მიდის ნახალოკიდან ოთხი ნორმალი რო ქონდეს ანა მარშრუტკა ავტობუსი რამდენი აქვს 6 თუ 4 ხო რა დავეცებ ანა მაგარი ანა ჯორი ყველაფერზე წამშვიდი ვარ მეტროსა გარდა ახლა მეტროდანა მერე შორია სვაგდა თუ არ იქნება ხო მაგრამ ისე რო თქვათ რამე ხო არ დადის რამე მაგარი შვეჭკური ადგილია და მადარე კადრებად ნახალოკიდან რამებია რომ ეგაკალია ახლა ხო ისე კალასთან მაგ საკითხზე უნდა დავრეკო და ქვაქვაზე არ დავტოვებ მაგრამ ვივედი კალამდე მოვიცალე კალამდე რას ფიქრებს ადამიანი ერთხელ ვერ მოვიკიდა ისე რომ თქვა თუ თორე მოვიკითხავ დაგენახულა მაგარი ის ამჭამე აჩიკა როჭამდე ეგრევე ყუდები მე გადავჭი მაგრამ ვერა მაგ დაღველა ვერა მაგარი გადაჭეჭიდი ვარ ხო და ხო არიცი რა მიდის მტაცი არ მაჭობს გაჭირდა ხალხო ხო თანადულ პიკის საათია ვაფშე მძაფრეს პასები ყველაც მოვში მიჭრა ასე არა ასე თუ ასე არა ასე ისედაც მაგ ასე ხო მე და ბალღი უნდა წავდე დავჭდით ხო და ისა შევიჯა ცოტა სტილნად რა ხო და ის არის დააწერეთ ეს მაგ ხალხო საქმე და ხო არის ნახალუკიდან იქნება რავე დანიშნეს და ჩემამდე არ მოვიდა ინფორმაცია ხო სასწრაფოდ მესაჭიროება და იქნება გამაგებინოთ რა მიდის ნახალუკიდან წერეთებზე დიდუბემდე მიდის და მე უნდა ჩავჯდე და მე გადმოვჯი არ მინდა
წერეთელზე რა მიდის, ეგ ამეც ვიცი. მაგან კალებს. ბაი. ვერა ვარ კარგად. გადამეზიზა ნაველა. ვიჟანჯა მიზიდი მარა. პრინციპში ხო ხალხო საქართველოში არაფერს არ ამჭამთ ხო იმიტომ გვაკახიზიანე უნდა ყველა ჭირკველა რა ვიცი. ამოდის ჩატში, კაი მამიდაშვილო, ან ამოდი, ანა ჩადი, რა დარბი ხარ ისე რო თქვა ხო, ისე, ნაველა, კარგი, მაგ მიახლა რომ გავეშუქე, ხო? ულამაზესი ნაველა, გაგიჟდა ექიმი ხალხო, რომ მალადეც, ახლა გაუკვირდა, ხო? რო ყველას ერთნაირი ნაველა, ფორმა და ჩემი იყო რაღაცები, სისადავით ახსავს ე ნაველა. ხალხო ისა რაღაცა რო არის ისა ცენტრი უფასოთა რომ მიდიხარ და ყველაფერს არ უიკვლევ ისა სანდრა თუ ვიღაცის არის ვისი კიდე სანდრაცა თუ ჩამოვერთვა არ ვიცი მე რა ინფორმაცია არ ვიცი გონებ გზეტა წერეთელზია გზეტა გდაში არა გდაში სანდრა არ გახსნიდა გზეტა იქნება წერეთელზე სვეტურად გილაც რა არაფერი მან და არ მიდის შემკან. მეტროს განდა არაფერი მან და არ მიდის. ტაქსით ხათრით. აჰა. ერთი მარშრუტკა კაპლად რო გიჯუდის წერეთელზე არ დადის. ერთი მარშრუტკა. ადუმაეშ. ხოდა. მინდა რომ გავეშუქო. მე ყველაფერი ლამაზი მაქვს ორგანო, მაგრამ მაინც ახლა მიზარი. უკვე მოვიწიფე ხალხო და გავიგო, ჯარი წერია ხალხო, რამე არ მქონდეს თუ თასა მოვიკლა ინცუცას, ხო? ხო და ტყუილად რატო მოვიკლა? ხო და იზარი. გავესინჯულდა. თანაშიში მაქვს. აი და რაღაცა მითხრა. ხო? ეგრე დავიწიტრი. ამცია ცნებოდა დამცხო. მადლიდან არ მარცხნიდან. უფასოა და ის არის, უფასოა ხალხო თუ მოჭორეს. როგორ არის ეგ ამბავი? ლანკასაც ავიღე ვიცოდეთ. ზუსტ ინფორმაცია მითხრათ, გან არა, მაგრამ თუ უფასოა რატო წავიღო, ხო? ხო და დირა ვარ კარგი. ამ ნახველა სისხლი გამიდეთ რა. კალო, ისა ძალიან კი არ ამბჭი.